მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას მძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია არქიმანდრიტი ანთიმოს ივერიელი. როგორ ახართ? მადლობა ფოსტის ყალობით, კარგად. წინა სტუმრის კითხვას დაგისვამთ ანა გოგუაძის, დონატი თუ ჭადი და ყველიო? ჭადი და ყველი, რა თქმა უნდა. ისე ჭადი და ყველზე გავიზარდე, დედა იმერელი ყავდა და გამზარდა ჭადი და ყველზე. სამარხო დონატი თუ გაქვთ გასინჯური? არა. ის მომენტი თუ გახსოვთ, აი ეკლესიაში წასვლა რო გადაწყვიტეთ. ეკლესიაში წასვლა როგორ არ მახსოვს, გადავწყვიტე. და რატომ? ღმერთის ღვთისძიებაში ვიყავი მთელი ცხოვრება როგორ, ათეისტური, კომუნისტური რეჟიმი ყველანაირად სიწევდა ჩემში რა, წინააღმდეგობას და ბევრს კითხულობდი და აი ძიებაში ვიყავი და ეს დავწერე კიდეც რომ თეოდორ დოსტოევსკის მეორე თუ მეცხრე კლასში ვიყავი, რაღაც რომანი წავიკითხე, პირველი რომანი რომ რა იყო, იდიოტი. ძალიან მომეწონა რა და მე დავიწყე ერთ წელიწადში მთლიანად თეოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას წავიკითხე. ყველა მოთხრობა, ყველა რომანი და მივხვდი რომ ღმერთი არსებობს. მანამდე რას აკეთებდით? აი სანამ ეკლესიაში წავედით. მანამდე რას ვაკეთებდი? ეკლესიაში სანამ წავედით. მანამდე ფეხბურთს თამაშობდი ბავშვობაში, საკმაოდ კარგად ორჯერ ვარ 12-13 წლის ბიჭი რო ვიყავი. საუკეთესო ფეხბურთელი ტყავისბურთის პრიზზე, ბომბარდირი საუკეთესო ფეხბურთელი. და ესე ოქრო ყანალში იმართებოდა, სადაც დღეს ბადრ პატარკაციშვილის ეზოა, იქ იყო ძალიან ლამაზი სტადიონი და იქ იმართებოდა ჩემპიონატები და ჯერ რაიონის ჩემპიონატს ვიგებდით ჩვენი ეზო და მე 8 თუ 9 რაიონი იყო და მე ერთმანეთში თამაში მიდიოდა, ყველას ვეთამაშებოდით და მე ორჯერ გავხდით ზედიზე ჩემპიონები. ბავშვობაში 12 წელს ორჯერ საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ბომბარდირი, კაპიტანი ვიყავით 11 ნომერი. ის რა არის საჭირო რომ აი შავი ბერი გახდე? რა ეკრძალება? შავი ბერი საერთოდ არ არსებობს თეთრი და შავი რა. ბერი სამდელოება, ბერ მონაზვნური ცხოვრება უკვე შავი სამდელოებას ეძახიან და რომლებიც მეუღლეებს არიან, ესე ცოლი ყავთ და ისე არიან ღვთლები, ისინი თეთრი სამდელოებას, შავი სამდელოება, თეთრი სამდელოება და ბერი შავი სამდელოება. ღმერთი თქვენთვის რა არის? ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული, მამაძე, სულიწმინდა, სამება ერთ არსება, განუყოფელი, არის მარადიული და სიყვარული. სიყვარული შეიქმნა სამყარო, სიყვარულია ყველაფერი. და სამყარო როგორ შეიქმნა? სამყარო უფალმა შექმნა სამყარო, როგორც 7 დღეში ამოხსენებული სამყარო შექმნა, ზუსტად ისე შეიქმნა, მაგრამ ცოტა განმარტება არა რთული, რომ 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, მზე მე-4 დღე შეიქმნა და მანამდე სხვანაირი სინათლე იყო სამყაროში. ის პირველადი სინათლე, რომელიც უფალმა შექმნა ნათელი, ის ნათელს ჩვენ ვერ ხედავთ, ჩვენ მზის სინათლეს ხედავთ, რომელიც დაცემული სინათლეა. და დაცემული სინათლე როგორც ადამიანი დაეცა, 60-დან როდესაც გამოადევნეს ადამიანებთან მთელი სამყარო დაეცა, გესმით? მთელი ბუნება დაეცა, იმიტომ რომ ადამიანი იყო გვირგვინი სამყაროს შემოქმედებისა, რა უფალმა შექმნა როგორც ანგელოზებზე უპირატესი ადამი და ევა და შემდეგ დაეცა ადამთან ერთად დაეცა მთელი სამყარო. კი ბატონო. დღეს თუ არიან ქართულ ეკლესიაში გეები? გეები თუ არიან? მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რამე თუ მე სანთელი არ მეჭერია და არავის არ დავდებ და არც მაინტერესებს თუ არიან თუ არ არიან. ისე არ გაქვთ ხო ინფორმაცია? არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ისეთ სასულიერო პირებს თუ იცნობთ, ვისაც ნარკოტიკებთან აქვს შეხება? არა, ნარკოტიკებთან შეხება, ძალიან იშვიათად სასულიერო პირებში, მაგრამ მე პირადად ესეთი სამეგობრო და ესეთი სახლები მე არ მყავს. თქვენ თუ გაგისინჯავთ აი მანამდე, სანამ ეკლესიაში წახვიდით, როდისმე? ახლა მე
ჩემს ზეავობენ ყველა მეულ სიმართლე კი გამისინჯავს ანაშო გამისინჯავს ნარკოტიკი ბავშვობა ახალგაზრდობაში ხნა ახალგაზრდობაში გავიზარდე და კი გამისინჯავს აი ბიბლია რას ეუბნება ადამიანს თავარი სათქმელი რა არის ბიბლიის ბიბლიის თავარი სათქმელი იცით რა არის ბიბლია ორ ნაწილად იყოფა ძველ აღთქმა და ახალ აღთქმად ადამიანი როცა დაეცა 60-დან როდესაც გამოედევნეს უკვე ძველი აღთქმა არის აღთქმა ნიშნავს პირობას რა უფალსა და ადამიანს შორის რომ მოვა მესია მხსნელი რომელიც ადამიანთა მოდმას გამოიხსნის სატანის ბატონობისგან და მოვიდა ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე განხორციელდა მარიამ ღვთისმშობლისაგან და ეს მესია გამოიხსნა კაცობრიობა ჯოჯოხეთის შემოსვლა სატანა დაამარცხა და დაიდო ახალი პირობა ახალი აღთქმა ახალი პირობა რომ უკვე მანამდე ხსნა არ არსებობდა ყველა ადამიანი ნებისმიერი გარდაცვლილი ადამიანი ძველ აღთქმაში ჯოჯოხეთში მიდიოდა მაგრამ ჯოჯოხეთში იყო შრეები სადაც აბრაამის წიაღს ეძახდნენ მაგრამ ეს აბრაამის წიაღიც თვითონ ჯოჯოხეთში იყო მაგრამ უფრო რა თქმა უნდა ჯოჯოხეთში ჩარის შრეები ნაკლები ტანჯვა მეტი ტანჯვა იერარქიები იქაც არის ნუ ყველა ერთნაირად არ იჯება ვინც მძიმე ცოდვილია და ვინც უბრალოდ ცოდვილია ხო ერთნაირად არ დაიჯება ვინც ძალიან ცოდვილია ის უფრო მძიმედ ისჯება და ჯოჯოხეთი ის გონიათ ადამიანის დააჯა ასე ვთქვათ უფალი კი არ ჯის ის ბუნებები რომელიც ადამიანს გადაყვება იმ ქვეყანაზე ადამიანის სული ხომ არადიულია აი ეს ბუნებები ტანჯავს ადამიანს აი თქვენი საყვარელი სადღეგრძელო რომელი ჩემი საყვარელი სადღეგრძელო ჩემი საყვარელი სადღეგრძელოა ღმერთმა მოგვასწროს გაბრწყინებული ივერიაში ცხოვრება. მოგვასწრებს როგორ ფიქრობ? რა ვიცი თუ კარგად მოიქცევით, ჯერ უნდა დავარქვათ. ეს ჩემი იდეოლოგია რომ ჩვენ ნამდვილი იბერიელები ვართ რა, ჩვენ ძირძველი იბერიული ცივილიზაციის წარმომადგენლები ვართ და ჩვენ მე-11 საუკუნეში რატომღაც ჩვენ დაგვარქვეს საქართველოს ქართლიდან წამოვიდა თუ ქართლოს ჰაოსიზმობიდან წამოვიდა მე უფრო ქართლოს ჰაოსიზმობა მგონია იმიტომ რომ სასონხეს დღეს ჰაიასტანი ქვია საქართველოს ქართლისტანი ქვია და ლეონტი მროველის მიხედვით ჰაოსი უფროსი ძმაა ქართლოსი უმცროსი ძმაა დღეს ქართლის დედა რო არის და სასონხეთში ჰაოსის დედა ერთი დედა გამოდის და ეს იდეოლოგია მგონია და ჩვენ ძირძველი იბერიელები ვართ და იბერიული ნახევარზე მეტი ევროპა ამერიკა ლათინურ ამერიკას იბერიული ცივილიზაციას ეძახიან ესე იბერიული ცივილიზაციას ეძახიან იბერიის ნახევარკუნძულს ესპანეთს იგივე ალბიონზე ინგლისეც იბერიელები გადავიდნენ და იქაც და ჩვენ ძირძველი იბერიელები ვართ და მე მირჩევნია ჩემი იდეოლოგია საქართველოს არ ერქვა საქართველოს ერქვა იბერია. ყველაზე სექსუალური ქართველი ქალი ვინ არის? ახლა ჩემთვის ცოტა მიუღებელია ქალებზე დავიწყო ლაპარაკი და ყველაზე სექსუალური ქალი ცოტა რთული თემა, იმიტომ რომ მე ხა სექსუალ მე თქვა ყველაზე ლამაზი ქალი ვინ არის? ლამაზი ვინ არის? ყველაზე ლამაზი ქალი მე ქართული სილამაზე მიყვარს რა ყველა ძალიან და კონკრეტულად ასეთი ქართული სილამაზე ქართული სახე ასე ვთქვათ ორ ადამიანს დავასახებ ეს იყო მედეა ჯაფარიძე და ნატო ვაჩნაძე და ქორწინების მიღმა სექსი ცოდვაა თქვენთვის ჩემთვის არა ეკლესიისთვის ცოდვაა. რა თქმა უნდა, საერთოდ რაც ეკლესია აღიარებს, მეც იმას ვაღიმე ეკლესიის წინააღმდეგ არ მივდივარ. ანუ ცოდვაა. ცოდვაა. რომელიც მონანიება ჭირდება, რა თქმა უნდა. კანონი თუ დაგირღვევიათ როდის? კანონი რის რა კანონი? აი კანონი, საქართველოს კანონი. კანონმდებლობა? რასთან დაკავშირებით? აი მანქანით საჭესთან მჯდომი, დამირღვევია. რა ვიცი, არ მახსენდება, მაგრამ ისეთი სერიოზული კანონი, რაღაცა მძიმე,
რო დამერღია ალბათ მე ჩემზე ამბობენ რაღაც დანაშაული სამყაროს წარმომადგენელი ეს არის მე ნასამართლები არა ვარ ჯერ დაამთავრე მკითხეთ თქვენ ხიდის შენებელი ინჟინერი ვარ პროფესიით ვსწავლობდი შემდეგ ხიდის შენებელი დაამთავრე სასულიერო სემინარია და ასე რა სამართლები არა ვარ და რანაირად ავარ ესე იგი კრიმინალური წარსულის ჩემამდე არ მოდის აი დღევანდელ საქართველოში ვინ იმსახურებს წმინდანად შერაცხვას წმინდანად შერაცხვას ეს ცოტა რთული კითხვაა ეს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ უფრო სან სიცოცხლეში რთული და არ არის სწორი სიცოცხლეში ლაპარაკი. მე თავის საქმიანობით. ხო, არა, ეს ხოლმე უნდა გარდაიცვალოს. ადამიანი აუცილებლად უნდა გარდაიცვალოს, სანამ ადამიანები ცოცხლები ვართ, ყველანი ცოდვილები ვართ. გარდაცვალების შემდეგ ხდება მის საქმიანობა, შესწავლა და აი სასულიერო პირები ხელფასს იღებენ? სასულიერო პირებს ხელფასი არ გააჩნიათ. სასულიერო პირების ხელფასია რაც ეკლესიაში არის მუდმსახურებები სრულდება და ეს შენაწირი ესე ვთქვათ მრევლისა და მუდმსახურებისა. კარგი. აი საქართველოს რისი წილხვედრი ქვეყანაა? საქართველოს არის იერის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომელიც დღეს ივერონის მონასტერში ბრძანდება ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სასწაულმოქმედი ხატია, 1000 ასლია გავცილებული ამ ივერონის ღვთისმშობლის ხატის. ეს არის მე როგორც მამაღლა ვაცხადებ მთელ მსოფლიოში ხატთა შორის უპირველესი ხატი ივერონის ხატი. და საიდან ვიცით რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ? საიდან ვიცით ეს ბერძნული წყაროებიდან არსებობს ძველი ბერძნული წყაროები, სადაც თვითონ როდესაც კენჭი ყარეს მოციქულების ადგამგზავრებულიყვნენ ივერია არა საქართველო შეხვდა დედა ღვთისმშობელს მეწაო და შემდეგ დედა ღვთისმშობელს მოახლოებული მაცხოვარმა მოახლოებული აღსასრულიო და ასე ვთქვათ ანდრია პირველწოდებული გამოეგზავრება საქართველოში და ეს ქართველების მოგონილი იბერიელების მოგონილი არ არის, მაშინ იბერიელები ვიყავით. არ არის მოგონილი ეს არვას წყაროები არსებობს, სადაც თვითონ მაშინდელი წმინდა მამები ამას ადასტურებენ და ამბობენ ძველი. ეკლესია უნდა იღებდეს სახელმწიფოდან ფულს, მილიონებს. რა თქმა უნდა იღებდეს. რატომ? რატომ უნდა იღებდეს? იმიტომ რომ ეკლესია შეპესე ორგანიზაცია არ არის. არავინ მრევლი ვერ შეინახავს ეკლესიას, ეკლესია უზარმაზარ საქმეებს აკეთებს, უზარმაზარი საქმეების შემსრულებელია და მე თვითონ ვფიქრობ, რომ ეკლესია სახელმწიფოა. სახელმწიფო და ეკლესია მე განუყოფელი მგონია და მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე თუ ოდნავ ვინმე ვიცი საქართველოს ისტორია არ არსებობდა ცალკე ეკლესია და ცალკე მთავრობა ხელისუფლება. სწორად იხარჯება ეს ფული. რა თქმა უნდა და ეს გაწერილია რაში იხარჯება ეს ფული, როგორ იხარჯება, საიტები არსებობს, სადაც ეს ფული იხარჯება და მიდის იქ, სადაც საჭიროა და არა თქვათ ვიღაცების და რა აზრი გიჩნდებათ, როცა იმ მღვდელს ხედავთ 100,000-იანი მანქანით? ჯერ ძალიან გადაჭარბებულია, რომ მთელი სამდელო დასი რაღაცა 100,000-იანი მანქანები დადის, შეიძლება ზოგს ვიღაცას ჭირდება ჯიპი ყავს და რაღაცა 20 და 15 წლის ჯიპი იყოს და $3,000 ღირდეს ის ჯიპი. სუახლებითაც ხო დადიან. სუახლებით დადიან. კი, არის ამის ვისაც აქვს საშუალება და ვისაც აქვს ესე ვთქვათ შემოსავალი და მრევლი ყავს რომელიც აფინანსებს შეუძლია სიარული, იმიტომ რომ გადაადგილების საშუალებაა, ჩვეულებრივი მანქანა იმერეთის ეპისკოპოსი იყო გაბრიელი, რომელიც საოცრად კაფანდარა კაცი იყო, განთავრეთ დღესწმინდანია და იმერეთის ეპისკოპოსი იყო და ყველაზე კაი ცხენები და ყველაზე კაი ეტლი ყავდა იმ დროს. ამ დროს დღესწმინდანია და ის გადაადგილების პატივს სცემდნენ უბრალოდ იმერეთის ეპისკოპოსს და ამიტომ ყავდა ყველაზე კაი ცხენები და ყველაზე კაი ეტლი იმერეთის ეპისკოპოსი. დღეს მთავარი პრობლემა რა არის ეკლესიაში?
როგორ ფიქრობთ? ეკლესიაში მთავარი პრობლემა დღეს არ არსებობს, იმიტომ რომ დღეს რაც არსებობს ეკლესიაში. ეს მთელი ეკლესიის ისტორიაში სულ არსებობდა. ეს არსებობდა მე-6, მე-7, მე-11, მე-12, მე-13. რაც ახლა მიდის რომ ეკლესიაში რაღაც საშინელებები ხდება, ეკლესიაში სულ ესე ხდებოდა. დამისახელეთ თქვენ მე-19 საუკუნეში, მე-18 საუკუნეში რამდენი წმინდანი ყავს ეკლესიაში საქართველოსთან. თითო ჩამოსათვლელები. ყველაფერი რიგზეა? ეკლესია ყველაფერი რიგზეა, რა თქმა უნდა, იმხელა საჭეთყროპელი ყავს და უწმინდესი და უნეტარესი ლია მეორე ეკლესიას, რომ უგდიდი ხანია, გამოსტილი ადამიანი და რიგზეა ყველაფერი, იმიტომ რომ აღშენებლობა მიმდინარეობს, ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს და ეს ვიღაცებს არ მოწონდა, მინდა ბრძოლა ეკლესიის აწინააღმდეგოდ. და ეკლესია ცოდვათ საკრებულოა, მოკლედ ჩვენც ადამიანები ვართ, სამდელო დასიც მარსიდან არ მომფერენილი ვართ, როგორც თქვენ დათო გოზირიძე ხართ, ისე ვარ მეც და რაც თქვენ გაქვთ ცოდვები ის მაქვს, მე ცოდვები. მე ჩვენ არაფერ თქვენ წმინდანი არა ვარ, თქვენ ცოდვილი, ორი ცოდვილები ვართ. მათი განსხვავება ჩვენში ის არის რომ ეს ასრულებები რომ ცდილობ რომ ეს ცოდვებს დავამარცხო ჩემ თავში. ბრძოლობ და მთელი ცხოვრება ბრძოლაა რომ შენ თავში ცოდვები დაამარცხო. აი საპატრიარქოში რომ დიდი მარტორქის თავი კიდე გაქვთ. გინახავთ ეგ? კი, მინახავთ. საიდან მოიტანეს ეგ? მარტორქის თავი? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ აჩუქეს და ამოხდა მე არ შეიძლება მარტორქის ისე გეკითხებით. მარტორქის და ამაში დანაშაულია რაღაც სიმბოლურად. ქიანი მარტორქა და რაღაც ისი სიმბოლოა აი მარტორქის თავი? მარტორქის თავი და რქით? არ გეტყვით რა, არის სიმბოლოა, ეხლა ზუსტად არ მეფიქრია მაგაზე, მაგრამ აჩუქეს და ალბათ არის, ნუ ამაში მე პრობლემას ვერ ხედავ. და პატრიარქის იდეას თუ ეთანხმებით, რომ აღდგომაზე უნდა დაიკლას მოზვერი და 7 ცხვარი. რა თქმა უნდა, რა ეს უწმინდესი და უნეტარესის კურთხევაა, როდესაც მარხვა გაახსნილებს, ეს მოხდება სვეტიცხოვლის ეზოში და ეს სვეტიცხოვლის ეზოში ღამისთევა რო იქნება. უწმინდას უყარს ხოლმე რომ ერთად რომ მოხდებოდა აღდგომის დამთავრება, შემდეგ უბრალოდ მიდიოდა გახსნილება და სუფრას გაშლა და 200-300 სუფრები იშლებოდა, რომ ხალხს პატიჟებდა და აღსნილებდა და ეხლა უნდა რომ თეოხმა სვეტიცხოვაში ტარდება და სვეტიცხოვლის ეზოში რომელიც ღამის თევას დაესწრებიდან ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ამ ადამიანებს ეს პატევი და გაახსნილოს და სუფრა ესე იგი დაიკლას. იქვე დაიკლება და იქვე გააკეთებენ საჭმელს. და არ ვიცი სად დაიკლება, ხა სვეტიცხოვლის ეზოში და სხვაგან დაიკლება, უბრალოდ გაკეთდება იქ ხორცისგან გახსნილდება, ხაშლამა გაკეთდება, არ ვიცი რა გაკეთდება და მე ამდენ ხალხს რომელიც ღამეს გაათოს, ჩვეულებრივად პატიჟებს უწმინდესი და უნეტარეს რომ ღამენათევმა ხალხმა გაახსნილოს მარხვა, ვინც იქნება სვეტიცხოველში იმ ღამეს. ამაში რა არის განსაკუთრებული ჩვეულებრივად. წარმართული ხო არ არის ცოტა ეს რიტუალი? დაკლა? როგორ გეკადრებათ? აი ვიღაც მოკლა რატო შეიძლება იყოს? ნოე აკურთხა უფალმა რომ დაკალი და მიიღეო. უფალმა აკურთხა? აბა, ნოე აკურთხა უფალმა რომ გადმოვიდა, დაკალი და მიიღეო. მანამდე ნოემდე მე მგონი არ იყო ეს ზუსტად არ მახსენდება, მაგრამ ბიბლიაში ეს მოხდა ნოეს შემდეგ. უფალმა აკურთხა ნოე რომ დაკალი და ჭამეო, მიიღეო და ეს ხორცის ჭამა ადამიანი ფიადა ხორცს ხათამი არ დავკლათ არ შევჭამო და ცხვარი არ დავკლათ არ შევჭამო. ცოდო არ არის მოზვერი? ცოდვა? ცოდო არ არის? მოზვერი ცოდვა? როგორ გითხრათ ეხა მოზვერის დაკლა ცოდვა? ესე იგი მაშინ სოფლიომ საჭმელი აღარ უნდა ჭამოს. მარტო ჩვენ ჭამთ ქართველები მოზვერებს და ცხვარებს და პატკნებს, თუ ლანაჯ ევროპა არ ჭამს. ავი აღდგომაზე მოზვერებს არ კლავენ. მოზვერზე აღდგომის შემდეგ კლავენ რომ ახსნა და მოზვერში რა ხდება ესეთი მოზვერი, იმიტომ არის ადამიან ჭამოს. აი ეკლესია შესულ ქალებს, რომლებსაც შარვალიაც ზვიათან მოკლეკაბა, რატო ყრიან ეკლესიიდან?
არ ყრიან, მაგრამ მე მაინც სამებიდან არ ყრიან. სამებაში ეს არ ხდება. ისე ხო ხსმენიათ ეგეთი. კი, გამიგია და სამებაში არ ხდება და მე ყველას მე ჩემი რწმენი და ადამიანი რომ მოდის ეკლესიაში, არა გოგოა და შარვალი აწვია, სიგარეტს ეწევა. იმას არ უნდა აუგზალო, აი შარვალი გაიხადე ხვალ სიგარეტს ნუღარ ეწევი და რაღაცა როზგი დახვდე და იაროს ამ ადამიანმა 1 წელი, 2, 3 წელი და მუშაობა ერთ თვეში და ერთ კვირაში არ ხდება ადამიანის გამოსწორება, გამიგეთ? და მე ამის წინააღმდეგი ვარ, იმ ადამიანს უნდა მოეფერო, ჩაიხუტო. სიგარეტის მოწევა არ არის მთავარი რაღაც დარღვევა. სიგარეტის მომაკვდინებელი ცოდვა არ არის და მანამდე 8 მომაკვდინებელი ცოდვაა და შედალოცილო იმაზე ემუშავე, რომ ის 8 მომაკვდინებელი ცოდვა არ შეასრულოს იმ ადამიანმა და მე სხვა რაღაცა ისეთი გარეგნულ ფორმებზე ესე ვთქვათ რა და მე მომეფერე და მე ერთი ახსარების ადმოს არც სახელს და გვარს ამობ რომ სიგარეტს ვეწევი მამაო და ქმარი ყავს კი მყავს ქმარი და ქმარის გენებას გაძლევ აძლევს ნებას და კვართან მეწევი და მე კვარი თუ გაძლევ და გაწეინოს ეხლა მე რა უფლება მაქვს სიგარეტის მოწევა გიძალო ისე ემხრობით გენდერულ თანასწორობას რომ ქალი და კაცი თანაბარია გენდერულ თანასწორობას გენდერული თანასწორობა ანუ ქმარმა უნდა მიცეს უფლება ცოლს რომ მოწონს რომ ქალი მამაკაცი ყველანი ერთნი ვართ სასუფეველში მაგრამ ოჯახში როგორც უფალმა დაგვიდგინა კანონი თავი მამაკაცისა მაგრამ ჯვრისერის საიდუმლოში ესეთი ის არის რომ საიდუმლო იმიტომ ქვია რომ როდესაც ჯვარს იწერს ადამიანი ცოლ-ქმარში ურთიერთობაში უკვე ცოლს ქალს აღარ ეკუთვნის თავის სხეული, უკვე მამაკაცს ეკუთვნის იმის სხეული, მარტო და მამაკაცის სხეული აღარ ეკუთვნის უკვე მარტო მამაკაცს ეკუთვნის ქალსაც და ეს არის საიდუმლოება ზუსტად ჯვრისწერისა. აი 17 მაისს რა მოხდა? როგორ შეაფასებთ? 17 მაისს მოხდა გამოსვლა, ესე ვთქვათ, იდეოლოგიის წინააღმდეგ, ამდენი ხალხი გამოვიდა, ის რომ იდეოლოგიას ადამიანის უმრავლესობა საქართველოში ეწინააღმდეგება ამ იდეოლოგიის გავრცელებას. რომელი იდეოლოგია? აი რაც LGBT-ს იდეოლოგია, ამ იდეოლოგიის გავრცელებას და გაბატონებას ეწინააღმდეგება უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობისა და ეს მოხდა მეტი არაფერი. იმ კადრებში სად მირბიხართ? მირბი ვარ, ხო მე ხამაღლა ვამბობ რომ მე იმისთვის რომ ის არ მინდა რომ იქ მოხდეს პერკით მოხდეს ესე ვთქვათ, ცუდი რაღაცა ვინმე ცემონ ან ვიღაცა მოკვდეს ან რაღაცა დასაწყნარებლად. რო სიტუაცია და მირბი ვარ ზუსტად ვიცი რომ იქ არიან ელჩები არის ქალბატონი თამარ ჩორგოლაიშვილი და გავრბივარ რომ იქ ვიღაცას ელჩებს შეურაცხყოფა არ მიაყენოს თორე ეს მიცი მე რაში გადაიზდება და აი მისავით ვარ განწარებული რომ რაღაცა ამას მე მოყვება ერთი ამბავი და რომ მივედი არავინ აღარ დახვდნენ და დახვდა 1-2 ავტობუსი ჩარჩენილი რომელსაც და ყველანაირად ვეცადე ეს ავტობუსები გასულიყვნენ ჭიტაძის ქუჩაზე. ეს კადრები არსებობდა რატომღაც ყველა მალავს ამ კადრების ჩვენებას. ის გინება დაადეს, დაამონტაჟეს. გინებას დაადეს თუ დამონტაჟებას ეს რა არის იცით? ეს არის ჩვენ ვერ სასამართლოზე ვითხოვდით, ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ავტორი, ვინ გადაიღო, რატო გადაიღო. მე მომდევს ერთი ადამიანი, რომელიც ზურგიდან მიღებს, ამ დროს მე კადრი ჩანს პროფილში, ამ დროს წინიდან მე ესე უკნიდან ჩანს და მასალა დამონტაჟებულია და ვიგინებოდი თუ რას ვაკეთებდი, იმაში ვიყავ გაბრაზებული, არც მახსოვს და არც მაგრამ მე ხალხის მოსაკლეო და პირიქით იყო რა, არ დავდავდები, პირიქით იყო, განწარებული ვიყავ, რამე არც ხალხი უკონტროლო გახდა რა, რომ სასულიერო დასი ვეღარ ვაკონტროლებდით, უკვე რაც ხდებოდა სიტუაციას. ხო და ქრისტიანობა თუ სიყვარულია, ეს ამდენი აგრესია ნორმალურია? აგრესია? ეხლა აგრესიის წინააღმდეგი მე ვარ, მაგრამ მე გადაიზარდა ეს აგრესიაში, რა თქმა უნდა.
და ბრძოლა არის იდეოლოგიური და შენ რომ ემუდა 2 საათი ემუდარებოდით რომ წასულიყო ზვაგან ჩაეტარებინათ და ყველანაირად ეცადნენ რომ არა გინდა თუ არა აქ უნდა გადაიჭრეს ვენები გინდა თუ არა აქ უნდა ჩავდა 50000 კაცი დგას ამდენი და შეიძლება რაღაცა უბედურება მოხდეს შვილებო ძმებო მეგობრებო წადი სხვაგან სხვაკის პარში სადმე ჩაატარეთ სადაც გინდა უბედურება მოხდეს და არა გინდა თუ არა აქ უნდა ჩავატარო თუ 2 საათი 11 საათთან პირველ საათთან მიდიოდა ოლაპარაკება რომ დაადი სხვაგან ამდენი ხალხია და დააშალო წყნარად და არა გინდა თუ არა აქ უფლება არ ქონდათ რომ ანც ჩაეტარებინათ უფლება ესეთი რაღაცა რო ხდება უკვე პროვოკაციის სუნია უკვე რა რომ გინდა თუ არა აქ უნდა ჩავატარო უკვე პროვოკაციის სუნია უკვე რა თორე უფლება თუ ოფიციალურად ქონდა ჩაეტარებინათ, მაგრამ როცა ესეთი ამბავია, როცა კი, როგორც თქვი, უგულავასგან ქონდათ, მაშინ უგულავა იყო მერი და იქნებოდა დაბარა იქნებოდა. ხო და დადი შემოკარგო, დადი სხვაგან ჩაატარე რა, რატომ ამწოვებს სიტუაციას რა. გინდა თუ 50 კაცი დადე 50000 კაცი დგას. 300 მდელიც დგას და ეს 50-ნი ვიყავითო და თქვენი წევდით საცემად რომ 50000 კაცს იქით ეძალადებოდით გინდა თუ არა აქ უნდა ჩავატაროთ და სხვაგან ჩაატა თვითონ იყვნენ მოძალადეები გინდა თუ არა აქ უნდა ჩავატაროთ ისინი იყვნენ მოძალადეები დიახ 2 საათი გადაიჭრეს ვენები გინდა თუ არა აქ უნდა ჩავატაროთ წადი შილოთ წადი სხვაგან ჩაატარე რა დაიშალოს ეს ხალხი მშვიდობიანი ესე ჰომოსექსუალობა რაც მიგაჩნია დაავადება თუ გადახრა თუ მიგაჩნია თქმა უნდა არა იმ რუშოში შედის ცნებები არა იმ რუშოში შედის ნუ გადახრები ქალის ღალატი კაცთან კაცის ღალატი ქალთან ანუ გადახრა ღალატი ქალთან ეს არის არა იმ რუშოში ერთ-ერთი გადახრა რა და რატო შექმნა ღმერთმა მაშინ გადახრა დაცემული ადამიანი ცოდვილია ცივილიზაცია. ანუ დაბადებიდანვე ცოდვილია? 60-დან რომ გამოგვადევნა უფალმა, მე ნელ-ნელა დაეცა ადამიანები. ადამიანები ადრე 900 და 800 წელი ცხოვრობდნენ და მე ნელ-ნელა ჩამოვიდა ეს. ადამიანი ცხოვრობდა 900 წელი. დიახ, პირველი ადამიანები ბიბლიის მიხედვით. ყველაზე დიდია 960 წელიწოდს მათუსალამ, 930 წელიწოდს ადამა და აი ყველაზე მაგარი ნახალოვკელი ვინ არის? ყველაზე მაგარი ნახალოვკელი ალექსანდრე ჩივაძე. ქურდებს თუ იცნობთ? ქურდებს როგორ არ ვიცნობ, იმიტომ რომ მე ნახალოვკაში გავიზარდე 112 სკოლა დავამთავრე, შემდეგ მე კლასიდან 113 სკოლაში გადავედი და ავი კლასელები 10-დან 5 მე კანონიერი 5 გახდა და მოვიტყო ეხლა რომ არ ვიცნობ. და ადამიანებს უნდა იჭერდნენ თუ არა ნარკოტიკების მიღებისთვის? აი მე ყველანაირად წინააღმდეგი ვარ რომ ანაშის მოწევის გოლისთვის ადამიანს არ უნდა იჭერდნენ. ისე რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ ცოდვად? ყველაზე დიდ ცოდვად რა მიმაჩნია? სული წმინდის გმობა. პირველი მიგახსენებათ სიტყვაზე მიშა. ესხი. კარგი. აი ქრისტესთან რო შეგეძლოთ ერთი კითხვის დასმა, რას კითხავდით? მაცხოვართან იესო ქრისტესთან? ფეხებში ჩაუვარდებდა შენდობას თხოვდი, მათი რა კითხვა და კითხვა არა, შენდობას თხოვდი რა თქმა უნდა. აი სატანას რო შევხვდეთ რას კითხავდი? სატანას რას კითხავდი? დააგინგერო თაობას მეთქი. მოერევით მე? მე ვცდილობ რომ მოვერე. აი ამადგან ვინ იქნებოდა საუკეთესო მღვდელი? ამადგან საუკეთესო მღვდელი? აი ბატონი ბიძინაც ჩავთვალოთ. ბატონი ბიძინა რა შუაშია ბიძინა? არ არის. მე ბიძინა აქ რაშუაში ბიძინა პრეზიდენტი არ არის, ესაა 4 პრეზიდენტი, არა? კაი იყო. საუკეთესო მღვდელი რომელი იქნებოდა? მე ამ 4 პრეზიდენტიდან არც ერთი არ მომწონს. რატო? არ მომწონს მე, არც 4-დან არც ერთი არ მომწონს. არა, მაქვს უფლება არ მომწონს. როგორ არა გაქვთ?
ის რა განსხვავებაა ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას შორის? არის რამე განსხვავება? დიდი განსხვავება. რა განსხვავება? ნაციონალური მოძრაობა ცოტა მოძალადე ხელისუფლება იყო და რაღაცა ძალიან ამკვიდრებდნენ ძალადობას რა. ეს როგორი ხელისუფლება? ეს ძალიან რბილი ხელისუფლება რა და იმიტომ აი ძალიან რბილია და მეორე რადიკალურ ხარისზე გადმოვიდნენ და სულ მეუბნები რომ ახლობლები მიყავს რომ ცოტა გააცრან და ძალიან რბილები არიან და განსხვავება ეგ არის. კარგი, შემდეგ სტუმარს დაუტოვეთ რამე შეკითხვა. შემდეგ სტუმარს დაუტოვე შეკითხვა. მარტივ საამება მამაძე სულიწმინდა უფრო ძლიერია თუ სატანა. დიდი მადლობა, მოხდით. კარგად. მადლობა, გაიხარეთ.